სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მცისანა შარტავამ ისაუბრა. 14 ივლისს გავემგზავრეთ გერმანიაში. ამ გამგზავრების მიზანი იყო გარკვეული პროფილაქტიკური გეგმიურად დაგეგმილი გარკვეული გამოკვლევები და სარეაბილიტაციო კურსი. ამ გამოკვლევების ფონზე გამოიკვეთა გულის მხრივ გარკვეული დამატებითი ჩარევები, ანუ ინვაზიური კორონაროგრაფიის ფონზე ინვაზიური სამედიცინო პროცედურა, რომელიც ძალიან წარმატებულად ჩატარდა, უწმინდესი თავს ძალიან კარგად გრძნობს და ძალიან გახარებულები ვართ და ყველას გილოცავთ მის კარგად ყოფნას. სამაგიეროდ, რა თქმა უნდა, შეიკვეცა სარეაბილიტაციო კურსი, ანუ შეწყდა იმის გამო, რომ ეს პროცედურები შეიცვალა, საჭირო პროცედურის გამო შეწყდა სარეაბილიტაციო კურსი და ვერ გავაგრძელეთ, იმიტომ რომ დროში ლიმიტირებული ვიყავით და ჩამოვედით ილიაობასთან დაკავშირებით, უწმინდესმა ინება, რომ დროზე დაუბრუნებულიყავით საქართველოში. აეროპორტიდან საქართველოს ეკლესიის საჭადმხრობელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მიბრძანდა. კათოლიკოს პატრიარქმა უფლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა, დასასრულს კი შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ღვთის წყალობით და თქვენი ლოცვა გვრთხევით, მშვიდობით დაუბრუნდით გერმანიიდან. ექიმებმა ჩაატარეს მკურნალობა ძალიან რთული მდგომარეობა იყო გულისა. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მოემზადოთ ილიაობისთვის. დაალცვილი იყავით, გახარებული იყავით თქვენ და საქართველო. ამინ. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 28 ივლისს წმინდა მოწამეებს, კვირიკესა და ივლიტას მოიხსენიებს. წმინდა მოწამენი ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის შთამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა დიოკლეტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმინდა ივლიტამ დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილსა და ორ მხეველთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიეშურა. აქ ნეტარი მდაბიოებსა და გლახაკებს შორის ცხოვრობდა. გარკვეული ხნის შემდეგ ბოროტმა ხალხმა ივლიტა მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. იგი 3 წლის ვაჟთან ერთად სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა მისი ვინაობა გამოიკითხა, წმინდანმა უპასუხა: მე ქრისტიანი ვარ. ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც. ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია. კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით წმინდა ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჩეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის შემყურე წმინდა კვირიკე ტიროდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრე მის კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა. მეც ქრისტიანი ვარ, ტიროდა ბავშვი და მიიწევდა დედისკენ. მსაჯულმა წმინდა კვირიკე მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. შვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეხვედრა. როდესაც წმინდა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს. მმართველმა კი მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა წამების გაძლიერება ბრძანა. მარტულს რკინის წორბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამღვალ ფისს ასხამდნენ. შეიბრალე თავი ივლიტა, ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიქს, დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს. არ მოვუდრეკ ქეთს უტყუდა უსმკერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს, მხოლოდ შობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები, პასუხობდა ნეტარი. მმართველმა წმინდა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის სახსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა და უფალს მადლობა შესწირა. წმინდა ივლიტას თავი მოჰკვეთეს. მისი გვამი წმინდა კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს, მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.
ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდის მოღვაწეობის პერიოდში. წმინდა კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყმათა მსწრაფლ განკურნებისთვის. წმინდა კვირიკეს ხელისმტევანი საქართველოში, კერძოდ კი ზუგდიდის მუზეუმში ინახება. მე-20 საუკუნის ანტიტოტალიტარული რომანის ჟანრული თავისებურებანი. აღნიშნულ თემაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა თამარ ყალიჩავამ ქართული ფილოლოგიის მიმართულების სადისერტაციო კომისიის სხდომაზე სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მარიამ მირესაშვილის თქმით, დოქტორანტი აღნიშნული თემით წლებია დაინტერესებულია და მისი საბაკალავრო ნაშრომით სწორედ მე-20 საუკუნის ანტიტოტალიტარული რომანის ჟანრებს და მის თავისებურებებს ეხმიანებოდა. თემამ კომისიისა და დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და ისო შეკითხვები, რომლებსაც მარიამ ყალიჩავამ ამომწურავი პასუხები გასცა. თემის დაცვამ წარმატებით ჩაიარა და თამარ ყალიჩავამ ფილოლოგიის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. დღეს სადისერტაციო კომისიის წინაშე წარსდგა დოქტორანტი თამარ ყალიჩავა. ეს იცავს დისერტაციის თემაზე, რომელიც შეეხება ანტიტოტალიტარულ რომანებს. დისერტაციის თემა საინტერესოა, სხვათა შორის თამარმა ჩვენთან დაამთავრა ბაკალავრიატის მაგისტრატურაც. მაგისტრატურაში მე ვიყავი მისი ხელმძღვანელი სამაგისტრო ნაშრომისა. იქაც აი ამ პრობლემით იყო დაინტერესებული. ოღონდ იქ 3 რომანი ჰქონდა მას აღებული: კლაუსმანის მეფისტო, ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა და გრიგოლ რობაქიძის ჩაკლობის სული. ну ცხადია ხა დისერტაცია მოცულობიდან გამომდინარე ცვლილება განიცადა. ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განვითარება იწყება. აღნიშნულის შესახებ სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, უწყების სახელმწიფო ქონების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაურმა, შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და შპს ახალი მიტარბის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ბაკურიანის და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი დაინერგა 4 სეზონური მთის კურორტის კონცეფცია, რაც საქართველოში მთის ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ისტორიული კოხტას და მიტარბის კურორტის აღდგენაზე მოხდება ჩვენი მხრიდან 48 მილიონი ლარის ინვესტირება, ხოლო კერძო კომპანიის მხრიდან დაახლოებით 70 მილიონი ლარის ინვესტირება. ეს იქნება ყველაზე თანამედროვე სტანდარტების ძალიან მაღალი დონის დაგეგმარებული და შექმნილი ახლიდან შექმნილი კურორტი, სადაც იქნება როგორც გასართობი ინფრასტრუქტურა, ასევე იქნება სასტუმროები, აპარტ-ოტელები, დასაქმდება ძალიან ბევრი ადგილობრივი ადამიანი. მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს. როგორც მხარეებმა მედიის წარმომადგენლებს განუმარტეს, 23 მეტროსადგური ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ უნივერსიტეტამდე იმოძრავებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83.5 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები 24 თვეში დასრულდება. თბილისში მოგეხსენებათ ახლა ზაფხულია და ეხლაც კი ძალიან სერიოზული პრობლემებია და სექტემბრიდან, აი მობედურებიდან გამომდინარე ჩვენ სერიოზული სატრანსპორტო პრობლემები გველის და ზოგადად თბილისი იმდენად გადაიტვირთა მოსახლეობით, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ეს სატრანსპორტო დახურული კვანძები გავხსნათ როგორმე, თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძალიან ინტენსიური განვითარებით. თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისს ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა. ამიტომ მეტრო ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ამდენი ხნის დაკონსერვებული პროექტის ბოლომდე მიყვანის მცდელობა ვფიქრობ მისასალმებელია. დედაქალაქში არსებული საცობების ფონზე რასაკვირველია დამატებით შემდგომი მეტროსადგურის მშენებლობა ნამდვილად მისასალმებელია და შვებას მისცემს ამ უბანს საკმაოდ დიდი
ნაწილი ნაკადია მგზავრებისა და შესაბამისად მიწისზედა ტრანსპორტი ერთის მხრივ ნაკლებად მოხერხებულია, მეორეს მხრივ გადაადგილების და სისწრაფის და კომფორტის თვალსაზრისით არ არის მაინც და მაინც განვითარებული, ამიტომაც მეტროსადგურების მშენებლობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით. ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და პროექტში ჩართული სხვა უწყებების წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები თავად გადასცეს და ახალ მოსახლეობა მიულოცეს. აღნიშნული შენობის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა. საძირკველი ჩაეყარა ძალიან დიდ მშენებლობას. ეს არის ორი შეტყუპებული корпуსი 154 ოჯახზე, თუმცა მშენებლობა გაგრძელდება უკვე წელს მინიმუმ 4 корпуსზე დამატებით დაიწყება მუშაობა და ეს პროცესი გაგრძელდება მთლიანობაში. აქ 2000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს ბინას და ეს არის ძალიან მაღალხარისხიანი მშენებლობა. ეს უნდა დასრულდეს მომავალი წლის შემოდგომაზე.